მოგესალმებით, გაგრძელებთ ჩვენ სესიას. იწყებთ არქეოლოგიური გათხრებით ბარდაულის მუნიციპალიტეტში, ბატონი მინდია ჯალაბაძე. მოგესალმებით. მოკლედ რაღაც პატარა ექსკურსს ჩავატარებ შარშანდელი მაისი-ივნისის გათხრების შესახებ. თავიდანვე რაღაც გარკვეული ხელისშემშლელი პირობების გამო დაგეგმილი პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 1 მაისს და გაგრძელებულიყო 15 ივნისამდე, ვერ მოგვარდა საბუთები გარკვეული ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამიტომაც ექსპედიცია გადაიდო მხოლოდ 22 მაისს გავედით ველზე. მანამდე იქვე იყვნენ ჩამოსული სწორედ ჩვენი პარტნიორები კანადის ტორონტოს უნივერსიტეტიდან და ჩვენ ექსპედიციას აფინანსებდა, თანადაფინანსება ჰქონდა ღვინის ეროვნული სააგენტოდან. თუმცა ეს შეფერხების გამო მოხერხდა მხოლოდ გარკვეული შეზღუდული დროის განმავლობაში ამ საველე სამუშაოების. ყველა მიცით ამ საზოგადოებამ, რომ ეს გადაჭრილი გორა, სადაც ძირითადი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, დასრულდა იქ, უკვე სრულდებოდა იმ პერიოდში გადახურვის პროექტი და ცოტა კომფორტულადაც მოვიწია მუშაობა, აღარ მაწუხებდა წვიმა და მოხერხდა რაღაცა სამუშაოების შესრულება. შეზღუდული დროის გამო და ასევე პროექტში ჩვენ როგორც გქონდა გაწერილი, ძირითადი სამუშაოები დაეთმო ძველი თხრილების გასუფთავებას და გარკვეული რესტავრატორების ჯგუფისთვის გვინდოდა ჩვენება რამდენად შესაძლებელი იქნებოდა სამომავლოდ ამ ნაგებობების კონსერვაცია, რესტავრაცია და შემდგომ აქ გარკვეული სამუზეუმო საჩვენებელი ვიზიტ ცენტრისთვის დაგვეტოვებინა გარკვეული დასკვნის საშუალება. ეს ჩატარდა ჯერ ეს გაწმენდითი სამუშაოები, რომლითაც უკვე ძველი განათხარი ფართობის სრული სურათი მივიღეთ და შემდგომ უკვე გარდა ამისა ჩატარდა სამუშაოები ძველ ნომერ 1 თხრილში და მე-7 და მე-8 თხრილებში. შემდეგ, ეს პირველი კვადრატის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა. ეს მონაკვეთი ითხრებოდა 2013 და 2016 წლებში და გამოვლენილი იყო ნამოსახლარის პირობითად ჩვეულებრივ ქვედა დონის ნაგებობების ნაშთები. და ერთ-ერთი ნაგებობა ჩანდა აშკარად, რომ იყო დაუსრულებელი. და ამის გამო მოგვიწია მათი ხელახალი პრეპარაცია მისი. და საინტერესო გამოდგა სწორედ მისი შიდა მხარე, ინტერიერი, სადაც გამოვლინდა ეგრეთ წოდებული ტიხარი დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის ამ წრიულ შენობის კედელზე მიდგმული და სავარაუდოდ იგივე ტიხარი უნდა ყოფილიყო მის მოპირდაპირ მხარეს. საერთო დიამეტრი იქნებოდა ალბათ 4 მეტრამდე ამ ნაგებობის. და მსგავსი ტიხრები ცნობილია საერთოდ შულავერის შემოთეფეს ძეგლებისათვის, ეს ეგრეთ წოდებული კონტრფორსებს ეძახიან, რომელიც სიმყარისთვისაც კეთდება და გარკვეულ მიჯნასაც ავლებს სწორედ ტიხრავს შენობას გარკვეულ ზონებად. აი ქვევით გაჩვენებთ ამას. სხვათა შორის იქ მიმდინარეობდა უკვე აი აჭრელებულ ფოტოებს რო ხედავთ, არ იყო სრულად დასრულებული და მზე ატანდა და ამდენად აი ჭრელი ფოტოები მაგისი ბრალია, წელს უკვე გამოსწორებულია და ერთი ნაკლია კიდე ამ გადახურვას, რომ საერთო დრონის ფოტოებს ვერ გადაიღებთ გენერალურ სურათს უკვე ვეღარ მივიღებთ. ამიტომ რაღაც გარკვეული
ნაწილ-ნაწილ გადაღების შედეგად შეიძლება მისი სრული აღდგენა. აი ეს გახლავთ სწორედ აი ეს ტიხარი, რომელიც რამდენიმე ალიზის წყობისგან შედგება, ეს ძველი ნაგებობის კედელი და მისი მოტკეპნილი იატაკი, სადაც გარკვეული არტეფაქტები აღმოჩნდა, მათ შორის ერთი ჭურჭლის ძირი, რომელიც თავის მიწიანად აღებული იქნა საანალიზოდ და დამოკიდებულია სწორედ მისი გაგზავნა გარკვეულ ფინანსებთან და დროსთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ცნობილი მაგოვერნის ლაბორატორიაში ვაპირებდით მისი გაგზავნას. მაგრამ ეს სხვა თემაა, იმიტომ რომ მაგოვერნი ახლა სულ სხვა თემაზე მუშაობს თურმე და ამდენად რიგში ვდგევართ, როდის იქნება ეს აღარ ვიცი. ალბათ მოვალ წელს. შემდეგი აი ეს გახლავთ ის ჭრილი და გეგმა და აქ თქვენ ხედავთ სწორედ აი ეს გამყოფი სტერილური მომწვანო ფენა, რომელთაც ზუსტად დადგინდა ამ ნამოსახლარზე მომხდარი წყალდიდობის პერიოდი და მისი ხელახალი განაშენიანება. ეს არის ქვედა დონე, რა თქმა უნდა, აი ეს ნაგებობა, აქ უკვე მიდის ზედა სტერილური შრის ზემოთ გამართული ნასოფლარის ფენა, რომელზეც უკვე მერვე და მეშვიდე კვადრატებში საინტერესო შედეგები მივიღეთ. ეგ აი აქ არის სწორედ ეს არის პირველი თხრილის აი ეს ნაგებობა ტიხრიანი, მერე ამის თავზე გადადის აი ეს ვრცელი მომწვანო შლამიანი სტერილური ფენა და უკვე აი ამ ფენაზე იდეალურად არის მოსწორებული სხვათა შორის წყლისგან ნამუშევარი და შემდგომ უკვე განაშენიანდა და აი ეს ახალი ნაგებობები წამოვიდა. ეს არის მეშვიდე თხრილი თავისი ნაგებობებით და მათ შორის გარკვეული ტიხრებით და შიდა სივრცე საკმაოდ მოზრდილი, რომელზეც ასევე იკრიფებოდა საკმაოდ ისეთი ნაშთები და არტეფაქტების საკმაო რაოდენობაც იქნა აღმოჩენილი, ეს ქვის ძვლის იარაღები და ასევე კერამიკის ნატეხები. აი ეს არის მეშვიდე კვადრატის თავისი შენობებით და აქედან უკვე მიდის მერვე კვადრატი, რომლებიც ადრეულ წლებში ითხრებოდა, მაგრამ არ ვიყავით დასულები მაშინ უშუალოდ აი ამ ფენაზე. ანუ გამოიკვეთა აი ამ მონაკვეთში უკვე გამოიკვეთა ნამოსახლარის უკიდურესი ზედა ფენის ნაგებობები, რომელთა ქვეშ აი აქ თუ ხედავთ, აი ეს არის ის მწვანე შრე, რომელიც გასდევს მთელ ფართობს და მის ქვეშ უკვე ძველი გათხრებით უკვე დადგენილი იყო ალიზის ადრეული ეტაპის ნაგებობები. აი მერვე შენობაში გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა აი ესეთი, როგორც ჩანს ეს ყველა სამეურნეო ნაგებობებს წარმოადგენდა, იმიტომ რომ დაახლოებით 3.5 მეტრის დიამეტრის, ანუ უფრო ნაკლები დიამეტრის მქონე ნაგებობებია ალიზის. და აი საინტერესო იყო ერთ-ერთი ნაგებობა, რომელიც თითქმის მთლიანად იყო ამოვსებული 7 საკმაოდ მოზრდილი მოლესილი ორმო იყო ჩადგმული, თიხით მოლესილი. და ერთი მერვე იყო კედლის გარეთ. უშუალოდ ამასთან იყო კავშირში თუ ცალკე იყო ეს გამართული, ამის შესახებ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მსგავსი ორმოები ბევრი არის დაფიქსირებული ჩვენ გათხრების სხვა წლებში. აი ეს ამოწმენდამდე შემდგომ ამისა ეს მთლიანად იქნა ამოღებული შიგთავსი და შენახულია ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევებისთვის. რა იყო შიგნით ამის დადგენა საკმაოდ საინტერესო შედეგებს მოგცემს ალბათ. აი მერვე კედლის გარეთ აი ამ ადგილას იყო გამართული მერვე ორმო. აი ეს არის მისი გეგმა, მეშვიდე
თხრილი და მერვე თხრილის ორი ნაგებობა. ეს ჭრილები, აი ამ კვადრატების თავისი ორმოებით, სხვა რაკურსი და შემდეგი ძეგლი უკვე იყო მეორე ჯგუფი, მუშაობდა სრულიად მოშორებით, ეს არის ალგეთის ხეობაში, მარნეულის სამხრეთით, თითქმის არ მისული გარდაბანამდე. აზიზკენდის სოფელი, აი სწორედ მის მიდამოებში. ეს სამუშაოები დაფინანსდა ამერიკული სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ფინანსებით და აქ იმუშავა ჩვენმა მეორე ჯგუფმა. თავის დროზე ეს დაზვერვები იქნა ჩატარებული მარნეულის რაიონში, აი ბატონი გიოჩილინგარაშვილი არის უშუალოდ მონაწილე მისი აღმოჩენების და აი ამ ძეგლის უშუალოდ და ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი იყო სწორედ აი ეს გას 113, ანუ აზიზკენდის ქალკულტური ნავსახლარი. დროის სიმცირისა და ისევ უამინდობის გამო აქ გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობდა, მაგრამ საინტერესო შედეგები მივიდათ. მუშაობა მაინც ჩატარდა. და გარკვეული კორექტირებაც მოხდა შემდეგ გეგმაში, გენერალურ გეგმაში, ეს კვადრატების ბადე გადაიწია დასავლეთის მიმართულებით 2 კვადრატით და შეეცვალა სახელები, თუმცა დიდი ცვლილება ამას არ გამოუწევია. და როგორც დაზვერვებით და ანაკრეფი მასალის პროცენტული მონაცემებით იქნა დადგენილი, ეს საკმაოდ მოზრდილი ნამოსახლარი ტერასა იყო გორის მსგავსი, ეს ძველი მდინარის კალაპოტის პირას. აქ არის დაზიანებული საკმაოდ ეს მთელი ნამოსახლარი, იყო გამართული აქ საბჭოთა პერიოდში ცხოველთა სასაკლაო, იყო გავლებული სარწყავი არხი და ასევე მუშავდება ინტენსიურად მისი მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მაინც გარკვეული შედეგები გამოჩნდა. ახლა აღარ მოვყვები რომელი კვადრატში როგორ ჩატარდა, უბრალოდ გიჩვენებთ აი ეს არის სწორედ აი ეს მიდამოები ამ ძეგლის, ეს გახლავთ ის ძველი ნაარხალი, აქ არის დიდი ბეტონის კონსტრუქცია დანგრეული, როგორც ჩანს. ეს სასაკლაოდ იყო გამოყენებული, მისი მიმდებარე ტერიტორია სულ იხსნება აქვე და აი ეს ის პროცენტული მონაცემები კერამიკის, ანაკრეფი კერამიკა, რომელიც ძირითადად სწორედ აი ნამჯიან კერამიკას წარმოადგენს, ლეილათეფეს ტიპის და აი სწორედ ხედავთ, რომ მისი აი კონცენტრაცია გარკვეულად არის აი ამ ნამოსახლარის სამხრეთ-დასავლეთით, ამ სასაკლაოს სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთით. და საბოლოოდ აი ესეთი ძალიან ახლოს არის ფათაშორის მიწის ზედაპირთან ეს ალიზის კონსტრუქციები, ნაგებობების ნაშთები. თუმცა მაინც მოხერხდა რაღაცა თხელი, მათი თხელი ყალის თითო ან ორ-ორი წყობა არის გადარჩენილი. მაგრამ არის საინტერესო ემით, რომ არის როგორც წრიული, როგორც ჩანს, ან გამოსაწვავი ქურების, ან კერების ნაშთები, ალიზის ნაგები. ასევე აი ესეთი სწორკუთხა რამდენიმე ოთახიანი, აი აქ კარსაც ხედავთ შესასვლელს ამ დიდ ვრცელ ოთახში, რომელიც შემდეგ გადის ისევ და გრძელდება. და მეორე ნაგებობა გამოჩნდა სწორედ მის სამხრეთ-დასავლეთით, ალიზისავე კედლით და რამდენიმე ოთახისგან შემდგარი. აი ეს არის სწორედ ეს გრაფიკული ჩანახატი მისი. ეს ერთი დიდი შენობა, რომელიც გადის, შემდგომ გაუთხრელ ფართობში რა ხდება ჯერჯერობით არ ვიცით.
და მეორე გამოჩნდა აი აქ. ესეც რამდენიმე ოთახია და ეს წრიული კონსტრუქციები. ხელი ფენაა და ხედავთ როგორ ახლოს არის მიწის ზედაპირთან და მისი ჭრილები აი სწორედ ამის დამამტკიცებელია. ასევე არის აი ესეთი კერამიკა. არის როგორც ადგილობრივს რო ეძახიან ეს სიონის ტიპის თვის დამახასიათებელი უხეში ქვიშანარევი, ასევე არის აი ტიპიური ლეილა თეფეს ტიპის, ანუ ბერიკლდეების და წოფის და ასე შემდეგ, აი ნამჯიანი სხვადასხვა ფორმის პროფილირებული დიდი ზომის დერგის ნატეხები, ჯამების და სხვადასხვა მცირე ზომის ჭურჭლის. თავისთავად ეს საკმაოდ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს, არქეოლოგიურ ობიექტს, უნდა ითქვას და სამწუხაროა, რომ აი წელს ვეღარ გრძელდება მისი შესწავლა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია რა თქმა უნდა ფინანსებთან და ასევე პარტნიორებთან ურთიერთობასთან. წელს ჩვენ არ აგვაქვს მაგის საშუალება. და მესამე ობიექტი შეტანილი ჰქონდა პროექტში, რომ უნდა გავლებულიყო იქვე გადაჭრილ გორასთან მდებარე იმირის გორაზე 2-5 მეტრი 5 მეტრზე ზომის კვადრატი, სტრატიგრაფიული ჭრილი რო გაგვეკეთებინათ. თუმცა ისევ და ისევ აი დროის სიმცირის გამო შევჯერდით ერთი ჭრილის გათხრაზე, გაწმენდაზე და უბრალოდ ბოლომდე გრუნტის ფენამდე ვერ მოახერხეთ დასვლა. გაკეთდა მხოლოდ 2 საფეხური. პირველი ზედა ფენა ეკუთვნის როგორც ჩანს ადრერკინის ხანას, აქ ამოდიოდა სხვა ნატეხი, სწორედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებული თიხის ჭურჭლისთვის და ძლოვანი მასალა. ასევე ეს ყველაფერი იყო არეული აი მქვიერ მონაცროვან მიწაში. და სწორედ აი ამის შემდეგ იწყება უკვე მეორე საფეხური დაახლოებით 60 სანტიმეტრამდე სიგრძეზე უკვე დაიწყო პირველმა ალიზის ნაგებობების გამოჩენა. და ამავე ალიზის საგურების ნაშთებთან ერთად ამოდიოდა ეს ნაცარი, დამტრეული ალიზის ნატეხები და როგორც ჩანს უკვე იწყებოდა აი ეს ცნობილი იმირის ნამოსახლარის აი ეს ცნობილი ფენა. ნეოლითური ხანის. თავისთავად ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი შეჯერება ერთმანეთთან, იგივე გადაჭრილი გორის სტრატიგრაფიასთან და ასევე თუ აღმოჩნდებოდა ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო საანალიზო ნიმუშები. თუმცა აი ამ ეტაპზე ჩვენ არაფერი მსგავსი არ შეგვხვედრია და ალბათ სამომავლოდ პერსპექტივაში აი ეს გახლავთ სწორედ აი ეს ძველი იმირის გორის კონტური, აქ არის სტრატიგრაფიული ჭრილი და აი ამ ჭრილში გაკეთდა ეს პირველი ადრერკინის ხანის დასახლების თუ აქ სამაროვანიც კი იყო, მაგრამ ჩვენ სამაროვნის ნაშთი არ შეგვხვედრია და მეორე უკვე აი აქედან იწყებს გამოჩენას აი ეს ალიზის ნაგებობის ნაშთები. ზედა პირი უკვე ამ ფენის. ხო, ამ გათხრების პარალელურად, რა თქმა უნდა, მიდიოდა ეს მუშაობა იმაზე, რომ აღებული ყოფილიყო სხვა ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ნიმუშები. და აი საინტერესოა, უკვე ვახსენე, რომ რამდენიმე ჭურჭელი იქნა აღებული აი ღვინის მჟავასთან დაკავშირებით. თავის თანხლები მიწით, ეს გახლავთ ერთ-ერთი უბრალოდ სანიმუშოდ მოტანილი აი მსგავსი ქუსლიანი დიდი ზომის ჭურჭლის ძირი და ასევე აღებული იქნა 22 ნიმუში აზისკენდის და ასევე გადაჭრილი გორისგან, გორის ფენებიდან რადიოკარბონული დათარიღებისთვის. და რომელიც ასევე ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მისი გაგზავნა. და საბოლოო ჯამში ეს გათხრები დასრულდა იმით, რომ დაიფარა ისევ წყალგამტარი ქსოვილი და დაკონსერვდა შემავსებელი მიწით. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ.
იცით, ღვინის სააგენტო აქტიურობს და ყოველთვის გვეხმარება ამ იმაში. ნიმუშები უბრალოდ რადიოკარბონზე აი რაღაცა ეს ვერ მოვიმაცქენით. მოვა გვარეთ ეს არის კი ერთგან არის კი ნამდვილად არის ეს არის აი აქ აი ამ ადგილას არის ერთი გასასვლელი ეგ არის დაახლოებით ეს კვადრატი არის 5-5-ზე რო წარმოიდგინოთ არის ვიწროა საკმაოდ იქნება 1.60-70 სანტიმეტრი გეგმაზე აი ეს არის გეგმაზე აი ეს არ ვიცი ძალიან რთული ის არის კონსტრუქცია და მსგავსი არ ვიცი აზერბაიჯანში არის ეს შრავილი ესეთი ხო 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 არ დიდი მადლობა ბატონო საინტერესო ძალიან საინტერესო არის მესერები არის რაღაცა შენობების დამაკავშირებელი ვეზურების შემკვრელი რა თითქოს გადაყრდნობები არის გეგმაზე უყურებთ რაღაცა მოკლე კედლები კი ის იდეა რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა კომპლექსი შექმნილი რჩება ძალაში კი როგორ ჩანს იმიტომ რომ აი ეს შიდა სივრცე რო ვაჩვენე ის ყოველ შემოსაზღვრული იყო აი პირველივე წელს გამოჩნდა პირველ მეორე სეზონზე კი ზუსტად მაგ დონეზე ზუსტად ამ ფენაში და მაგ შენობების უბრალოდ ის აღებულია და გათხრილია ეს მონაბე პირველ კვადრატში იყო დაფიქსირებული აი ეს შიდა ეზო უამრავი ნახევარფაბრიკატებით ძვლის ობსიდიანის და ქვის სხვადასხვა ჯიშის მასალა იყო ეგ ნამუშევარი და დამუშავებული ზოგი უკვე დამუშავებული თქვა სახრეტები ძვლის და ასე შემდეგ და ეს ღია სივრცე არის იმის გაგრძელება ერთი დონეა ზუსტად აი მწვანე იმაზე დევს ის ძველი სტერილურზე ანუ ზედა ფენაზე და როგორ ჩანს ეს იყო ძალიან დიდი შიდა რაღაცა კონსტრუქცია შემოსაზღვრული სხვადასხვაებებით კიდევ ერთი კითხვა მაქვს ძალიან საინტერესოა ყველას მიხარია რომ ღვინო დადასტურებულია და უძმის კულტურული თვითონ აი მისაკოლეგოსთან დაკავშირებით გამგომარეობა სხვა პალეობოტანიკური არა არის რა თქმა უნდა ნანა რუსიშვილი წლებია უკვე ამაზე მუშაობს და განსაზღვრული აქვს რომ ეს რბილი ხორბალი ქერი და სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული ზოგი სარეველა მესაქონლეობასთან დაკავშირებით მესაქონლეობა არის უამრავი ძვლოვანი მასალა არის განსაზღვრული არის ჩვენ კანადელი კოლეგა მაგას სტატიაც აქვს მაგაზე ცხვარი და ნუ დაარჩენი ეს ცლიქოსნები და არის ნანადირები არის მაგას ჯერ არ არის ისეთი გაკეთებული აი საბოლოო ჯამში სტატიის სახით ისე მუშაობენ არა მადლობა მე მაქვს ერთი კითხვა მეორე სამშენებლო დონეა მე მგონია ქვემოთზე მოთა მეშვიდე მერვე ნაგებობებს საუბრობთ თქვენ შიდა ერთ-ერთ ნაგებობაში ორმოებია ხო ამოღებულია ამოღებულია თუ იატაკიდან ამოწეულ
გავს ამოწეულს გავს, მაგრამ შეიძლება რაღაც შემაღლება ქონდათ დატოვებული, იმიტომ რომ ეს ეგეთი ორმოები ჩვენ შეგვხვდა აი სწორედ მაგის მაგდონეზე და მაგის ქვეშაც. შიგნიდან არის ამოლესილი ეს, შიგნიდან. ამოყვანილია დაახლოებით 1 სანტიმეტრის სანტიმეტრი ნახევარი სისქის თიხით. ხო, ნუ ის ხო, მაგრამ ეს რაღაცა უცნაური ის არის. ადგილზეა დასაწყობებული აქ ის. იდეა შეკითხვები ანალიზის გამოთქმა. Ну, далее, საინტერესო მიუხედავად შეგვიძლია საინტერესო შედეგები ეს განსაკუთრებით ეს ახალი ძეგლი ვკითხავთ ევროპული მნიშვნელობანი აი ესეთი არქიტექტურა ნახე მეთეშტებაზე თითქოს ეს ვალედა მართკუთხა ნაგებობები რა მეთეშტებაზე არის დაფიქსირებული და აქაც საინტერესოა რომ ჩვენ პრაქტიკულად გონდა მხოლოდ ტაძარი, ხო, სპეციფიურია და ირგვლივ კიდევ მიწურებია. და ჩვენ ვიცით რეალურად ეს ისე. აქ ახლა არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანია აქაც არის. დიდი მადლობა, დამატებითი გისურვებთ და მადლობთ.